მოგესალმებით. რომ გითხარით ის ადგილები ვიპოვე და წაგიკითხავთ ახლა იმ ადგილებს ლაბორატორია არის ვეფხისტყაოსანის კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებზე. პირობითად რა ეს ბიბლიური ტერმინები ვისესხე. ხო რომ აი რაღაცა ეს არის ორიგინალური ეს არ არის და რუსთველოლოგიური თელი კაბინეტი რო ჩამოყალიბდა საქართველოში და რუსთაველის სახელობის ეს ხელნაწერთა ინსტიტუტიც არის და ლიტერატურის ინსტიტუტი ძირითადად ის განყოფილება რუსთველოლოგია. და აბა ხელნაწერების მუშაობა და ადგენა ტექსტების რაღაცების და უამრავი ხელნაწერების შედეგად შეთანხმდა და ასე დაიყო ტექსტი ორიგინალური, მაქსიმალურად ორიგინალური და ტექსტი რომელიც არ არის რუსთაველის და ვიღაცებმა ჩაამატა. მაგრამ ჩაამატა თუ არ ჩაამატა ეს ხო სულწმინდით არ არის დაწელი, ეს არის ხელოვნება. ამდენად ეს არის არასწორი ეს ტექსტი და პოეტური იმით რას უწუნებთ. ახლა მე წავიკითხავ იმ ადგილს და ვამითხარით თუ არის ეს დასაწუნებელი. რა მდგომარეობა არის? ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ვითარება, როდესაც ნადირობის გამო შეწუხებული რომ ბრძანება მეფისა არ დამორჩილდა ტარიელი და დამორჩილა კი არა იქით დაუხოცა ხალხი, განაწყენებული რო ბრუნდება სახლში, მიზეზი ამ ვითარებისა არის ის რომ მეფის ნებას არ დამორჩილდა ვიღაცა და აინტერესებს ვინ არის ეს კაცი რომ მიხოც-მოხოცა ხალხი და თითო რო გამოეკიდა უკვე ამას გაერიდა და გაიქცა სახლში მოწყენილი, დაღურემილი, დაღრეჯილი ქართულად ძველი ქართული ზის ესე. და მიზეზი ვერ გაიგეს რატო ესე. მიუგზავნეს ერთი მეორე, მაგრამ ყველაზე კარგი შვილი იყო მიეგზავნათ ქალიშვილი, რომელიც უკვე მანამდე დასვა Z ხელმწიფედ. აი ეს შვილთან საუბარში ესეთი რამე ირკვევა 117 სტროფი. 117 სტროფში ქალიშვილი რას ეუბნება როსტევანს აგერ მივაქციოთ ყურადღება. მე ამასა ვარჩევ, ეუბნება თინათინი თავის მამას. მე ამასა ვარჩევ, მეფე ხარ, მეფეთა ზედა ფლობელი. შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი, ადრეს ცნობ, არის იგიყმა, შობილი თუ უშობელი. ნახეთ ქალიშვილი რას ეუბნება. ახლა ამას მოძდებს 118, რომელიც არ არის კანონიკური და ნახეთ რა კარგ რამეს იძახის ახლა როსტევანი. როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა ეკეთაცა. ეკეთაცა არის ძალიან მაგარი სიტყვა. მრავლის მეტყველი სიტყვა არის ეკეთაცა. პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა, კვლა და კვლაცა. ხშირად ესე მოეფერა ქალიშვილს. უბრძანა თუ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრე ვქმნაცა. იგივე ამ ხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა. ნახეთ რა კაი ტექსტია. აი ეს არის ამოღებული 1966 წელს გამოცემულ საიუბილეოში ვითარცა ჩამატებული. და კლასიკურ იმაში, საიუბილეო გამოცემაში 117-ს მოძდებს 118, რომელიც აქ 119-ია. და მოახსენეს კაცნი გაგზავნა ამის მერე. გამიმეორებ ამ ისევ ჩანართს 118, რომელიც მიჩნეული არის არა რუსთველად. და რა ვიცი აქ რა არის არა რუსთველად, ჯერჯერობით მოგლეჯილდაც მომეწონა გაწყობა ამ სიტყვებისა. როსტანს სიტყვა ასულისა მოეწონა ეკათაცა. პირი ხელით დაუჭირა, გარდაჰკოცნა, კვლა და კვლაცა. უბრძანა თუ დაგმორჩილდე, რაცა მითხარ, აგრეც ვქნაცა, იგივე ამ ხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა. განსაკუთრებით ბოლო სტროფი გახაზული მაქვს. იგივე ხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა. ზეპირად ვიცი ისედაც ეს ტექსტია. მაგრამ უმჯობესი იყო კონტექსტში წამეკითხეს, რომ თქვენ ამის რიტმი შეგებრძნოთ და ამას რომ მოძდებს 119, არანაირ წინააღმდეგობაში არ არის ამასთან. პირიქით, აქ ეს ავრცობს იმას, ამ დიალოგს ეს პასუხობს შვილს მამა, რომელიც გამოტოვებულია საიუბილეოში და მე უკვე შვილის რჩევას. ეს არ ეპასუხება როგორც 118 იმაშია სტროფში და უკვე ბრძანებას გასცემს დააგზავნოს ხალხი. ახლა კიდევ ერთი ჩანართი. ეს არის ნესტან დარიჯანისა და ტარიელის თათბირი და გამორჩევა. აი ესეთი თავი არის ეს. რას თათბირობენ, ხო იცი? დანიშნეს ეს ქალი მამამისმა ხვარაზმის მეფეს კარგი გვაშკაცი არის და უნდა ასე დამოყორდეს და არც იცის თუ ფარული სიყვარული აქვს ტარიელს და ნესტანს. არც შვილებს უთქვიათ, არც შვილობილად აყავთ გაზრდილი ტარიელი და არც ამას ამ კაც ხوار დაესიზმებოდა ეს. ამიტომ უყურე რა რჩევას აძლევს ახლა ნესტანი ამ ტარიელს. ქალის აზროვნება საინტერესოა აქ და როგორი ტექსტია. ტექსტი ჩართულ საწავიკითხავ ჯერ. ჯერ წავიკითხავ საქმის არჩი რო შევიდეთ რა თათბირი არის ეს. საყვარელს რჩევას რო უსმენს ტარიელი. 552 სტროფი არის ეს. მიბრძანა თუ, ესე იგი ვინ უბრძანა? ნესტან დარიჯანა. ხამს დიაცი დიაცურად საქმე დედალად. ქალურად ესე იგი. დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ესე იგი ბევრი სისხლის დაღვრას მე შენ არ გთხოვ. ვერ ვიქმნები შუა კედლად,
რა მოვიდეს სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვეტლად. ესე იგი ჯარი არაო, მარტო ეს მოკალიო. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმნელად. აი ეს უკვე როგორც აფორიზმი ჩაკერებულია. ეს არის ნესტანის სიტყვა ტარიელი რო უსმენს. კიდე აგრძელებს ნესტანი და ასეთ რამეს ეუბნება. ასრე ქმენ ჩემო ლომოდამ ჯობო ყოველთა გნირთაო. მოპარვით მოყალ სასიძო ლაშქართა ნუ მოირთაო. მისთა სპათაცა ნუ დახოც ზროხათა ვითა ვირთაო. დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვითა ვირთაო. ნახეთ რა წინააღმდეგობაა. ზეგი ბევრი სისხლი ადამიანის სინდისი ვერ გაუძლებს. მაგრამ ერთი კაცი რო კლავ რა ეს ცოდო არ არის? სიძე მიპარვით უნდა მოკლა, არ მიიყვანო არავინ, არც იმითი ჯარი არ მოკლა და შედარებულია როგორც ძროხა და ვირი ესე არაო, იმიტომ რომ ეს ბევრი სისხლიაო და ადამიანი ამას ვერ იკისრებსო. აგრძელებს, ეხლა უყურე რა შევასეუნება. იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა. როცა მოკლა ამ სიძეს, მამა ჩემთან მიდი და ასეთი რამე უთხარიო. ჰკადრე თუ სპარსთა ვერავიქ ინდუეთისა ჭამასა. სპარსელები ესე ხვარაზმელი. ჩემი ამ მკვიდრი მამული არ მივცემ არცა დრამასა. ფულის ერთეულია დრამა, ჩემი მამული არავის არ მივცემ ამასო. არ დამეხსნები გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა. ესე იგი, ნახე რა შეუნება მამასთან მიდი და უთხარიო. რომ ეს ჩემიაო, არავის არ დავთმოფო და თუ შენ ამას არ დაიჯერებო, ამ ქალაქსაც თავზე დაგამყოფო. ქალი ეუბნება ამას და რატო ეუბნება ახლა უყურეთ რა შეუნება. აგრძელებს. ჩემი ყოლა ნურა გინდა საყვარელი ნუცანდომა. ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა. ნახეთ თუ გინდაო ჩემი ცოლად წაყვანაო. აი ესე რო ეტყვი ამასო მამასო, მამა შეეშინდებაო და სხვას რაღაცზე გამაფებსოთ, ისედაც შენ გაიმარჯვებ ამაზე და გაგაყოლებს ჩემ თავსო. ამას ეუბნება ქალი. ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა. ქმნას მეფემან ყელ მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა. ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა. და იმავე წუთში ჩემ თავს მოგცემსო. ნახეთ როგორი გეგმა, მაგრამ როგორ განვითარდა ამბები ჩვენ ვიცით. საერთოდ დამთავი მოიკლა, ეს კიდე გაჯეთში გავიდა და დაიკარგა. ეხლა ესე მეტად მომეწონა ტარიელს. ახლა ჩანართი. აი ახლა უყურეთ რა საინტერესო ფსიქოლოგიური ჩანართი, რომელიც არ არის შესული. ეს მე გადმოვწერე, ხელით მაქვს მიწერილი. წიგნში რატომღაც არ შევიდა, იმ წიგნში სადაც ესეც იყო. ესე იგი, ჩანართს მოსდევს 553 სტროფი ტარიელი რო იძახის ამ საუბრის მერე. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვა1000, ხინი ჩემი ვაერთხელი. მერმე წასვლა არ ამწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი. პროზა კარგად არის. მეგონი ყველა შინაარსი გასაგებია, რომ აი ახლა არის ის, რაც მე ხელით ჩაწერე. იმიტომ რომ რატომღაც არ შევიდა ამაში, საიდან გადმოწერე აღარ მახსოვს, მეთითებული არ მაქვს. 554 დამნომრე ესა. აი რა წერია აქა. გარევაქციე ასმათი მუნჩემი ჩამოყოლილი. ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი. აი ნახეთ რა ფსიქოლოგიური ზუსტი ის არის მიგონობა, რა დარიგება მისცეცი, როგორი ახლა ქალმა გითხრა, წადი მოკალი სიძე მიპარვით. არავინ არ წაიყვანო. მერე მამა ჩემთან მიდი და ნახეთ რასასწავლის. და სისულელები უნდა უთხრას. ესაო, იმიტომ გავაკეთეო, რომ შენ არაფრით არ დავთმობდი ამ სამეფოს ვიღაცა გამიმეფო აქაო, თორე თუ ამას არ დაჭერე, ამასაც აგიოხარებ. ეს ხო ვაშკაცი იყო. ამის მერეო თვითონ მამა ჩემი იმაზერზე მივა რომ მოგათხოვოს ჩემი თავიო. ნახეთ რამხელა იმას ზაკრულიც არის და ამის მერე ამას რომ მოისმენს ტარიელი. რა რკინა უნდა იყოს და ეს ჩანართი იმით მომეწონა აქ ფსიქოლოგია კარგად არის ადამიანის რომ მთელი ღამე ნახეთ როგორ არის ესე იგი ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი. არ დაუძინია მთელი ღამე. აი ეს არის გამოტოვებული. გულსა დამესვის ლახვარი შავთა წამწამთა სროლილი. ეს მეტაფორაა თავის საცოლისა თუ რა ქვია საყვარლისა. ესე იგი ხაზგასმა ღამით უჭვრეტდი ვარსკვლავთა მე საწოლს ვერ დაწოლილი. აი ეს არის ჩანართი რა გითხარით. აი რატომ არის ეს არაკანონიკური ამიხსენით? რა არის ეს? შეიტანეს ყველაფერი და მე თვითონ წავიკითხავ ამას. პოეტური ის აკლია ამას თუ რა არის? სახარებაა ახლა ეს ვეფხისტყაოსანი? ლიტერატურაა. ამიტომ ლიტერატურა არ უნდა დავყოთ კანონიკური და არაკანონიკური. ეს ღმერთის დაწერილი ხო არ არის? ეს არის ნიჭიერი კაცის, ხელოვანი კაცის, გენიუსი კაცის, განსაკუთრებული ნიჭიერი კაცი, რომელიც ღმერთი ბადებს ასეთ ადამიანებს, მხატვრულ ფორმაში წარმოადგენს რაღაცა თავის ფანტაზიებს, თავის სურვილებს და სად რეალობაა და სად მოგონილი თქვენ უნდა გაარჩიოთ. ეს ხო თავიდან ბოლომდე ჯერ არ სით არის დაწერილი და გასაოცარია ვარ. ჩვენ არ ვიცით ავტორი. პირობითად რუსთაველი ქვია და
როგორ მივხვდი ვინ იყო ჩანართი, ვინ გააკეთა, ვინ გადამწერმა, რატო ჩართვა. შეიძლება ისიც პოეტი იყო და ჩათვალა კითხვის პროცესში კიდე რაღაცა კარგი. ამიტომ ეს ლიტერატურაა და ლიტერატურა კიდევ მეორე არ უნდა დაიყოს წმინდა წერილი ეს არ არის რომ აი ეს ამის წაკითხვა მე გზას ამაცდენს. არა გვაცდენს, პირიქით ფსიქოლოგიურად ზუსტია. ისეთი რაღაცას რო გეტყვის, კაც ახლა თქვენ რო დავალება მომცეთ, იცი? წადი და მიპარვით მოკალი ახლა რომელმა გოგონა მითხრას იცი რა გინდა ჩემი ცოლობა? წადი ახლა მოკალი ესა, მარტო დამარიგოს რამე, მე წამოვედი და ახლა არ გინდა ეს რატომ არის აი ესეთი უცნაური ეს ტარიელისთვის. ეს ვაშკაცი კაცი არის და მიპარვით არავის არ აკლავს. მუდამ აფრთხილებს ადამიანებს ეს. თან კიდე სულ იბრძვის როგორი ბრძოლით, იცი? ეთიკური ბრძოლა აქვს ამას. არც ზურგიდან ეპარება ვინმეს, არც გაუფრთხილებდათ ეპარება. სულ ეგ არის ამის ბიოგრაფია ხო გავეცანით. აქედან ეს გულგამძიმებული მოდის და როცა ეს ტექსტი აღარ არის და გადადიხარ უკვე სხვა იმაზე, ეს რაღაცა აკლია. მე გრძნობა მქონდა ამის. ნახეთ, წამოვიდა და თელი ღამე საწოლს ვერ დაწოლილი. თელი ღამე უჭრეთ აი დამძიმებული რა. და რასაც აკეთებს მე მიპარვით მევა და თუმცა ბოლომდე მაინც არ შეასრულებს იმის იმას. გადავხედავთ იმას, მაგრამ მოკალა ის სიძე. საერთოდ არაფერი დანაშაული არ ქონდა. და გადარია კაცი, თუ ჩემი ქალი გინდოდა, ვერ მითხარიო? არ მინდა შენი ქალი სადაც გინდა გამაშორი წაიყვანე. ასე უნებათ არის. და გადაირია მე იმაზე რომ გაიგო თურმე ესენი ყვარობდი ხას მე არ ვიცოდი. გამწარდა დაიქადა და სიტყვას ასრულებდა თავის დაზე რომელიც დაქრევებული იყო ქაჯეთს გათხოვილი დავარი. და რო ფიცი რომ მოისმინა ერთმა პიროვნებმა და დავარს მიუტანა რომ აი დაიფიცაო. დაიფიცაო. მაშინ ეს ჩემი ძმა ყველა ვარიანტში ამას შეასრულებს რომ თან გადამუჭა ეს ნესტანდარეჯანი, ხო გაატანა იმებს ჩასვეს იმაში და გადააგდეს თვითონ აიღო დანა და ვიდრე მომკვლიდეს მოკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა და დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასაწყინარდა იძახის რუსთაველი. აი წარმოიდგინეთ ხომ? ეს ზებირად მახსოვს მესენი. ეხლა მე წიგნში არ წამიკითხე, ჩანართი წაგიკითხეთ. ქალის რჩევა არ გაამართლა ქალის რჩევა. პირიქით დამძიმდა ყველაფერი. დამძიმდა ისეთ დონეზე, რომ რა გზას გადიანი მე უკვე პოემაში ვგებულობთ. ეხლა როგორ გადაიჭირებოდა ეს პრობლემა რეალობაში რომ შემოვიტანოთ. რატომ არ შეიძლება მიხვიდე კაცთან და უთხრა თქვენი ქალიშვილს მიყვარს. იმას უყვარვარ. ყოველი ამის მერე თუ არც გეტყვის, მე ჩაატარე რაც გინდა. რატო არ ეუბნები? აკი ნახე რა უთხრა იმ კაცმა, თუ ჩემი ქალი გინდოდა. ეს ვერ მითხარი, რატო გადამკიდე? ცოდვა დაამადებინე. გაიყვანე შენი ქალი არა მინდა, კარგი, ჩემ სამშობლოს არ ვისმიცე. აი აქ უკვე ნახეთ, ეს მობშტენები არის უკვე. და ადამიანს ახასიათებს ეგეთი რაღაცეები. ამიტომ აქ ქრისტიანულ რამებს კი არ ხვდებით ჩვენ. არც ერთი არ არის აქ ქრისტიანი, არც ქალი ასეთ რამეს მისცემს, ქრისტიანი ქალი კაც მიპარვით მოჰყალ. თან ესეთი იმით იცი, ბევრი არ დავხოცოთ ზვარძლოხასავი და ვირებივით, იმიტომ რომ ადამიანი ბევრ სიცხეს ვერ ამ ცოდვას ვერ აიყიდეს, მაგრამ რაოდენობა რა შოშია. აბელს რო კაინი კლავს რა ის ბევრი მოკლა და ცოდვილი არ არის. და ეს ცოდვა ზომაწონით განისაზღვრება, ცოდვა. ეს არის წონება. ერთს დაარღვევ დარღვეულია ყო, ერთს მოკლავ თუ 1000 ცოდვილი ხარ. აი ეს არის ისნის თანაება. ეს წარმართი ქალი არის. ამიტომ ეს რუსთაველი წარმართული ნაწარმოები არის რელიგიის თვალსაზრისით, იდეალისტური და რა თქმა უნდა ჰუმანიზმით გამსჭვალული. ლიბერალური რომელიც ახლა ხდება, ხო? როგორ ამართლებს თავის იმას დაარიგა ქალი და ქალურ რჩევას გაძლევო რა, არა დედალად ესე ქალის რჩევა არის ესა და მეც რაც არის ეს არის და სხვას ახლა მე ვერ გეტყვი და ეს ატარიელიც ამაზე წამოიგა. ამიტომ გითხარით, ნახეთ ფემინიზმის ისენი სად არის? ჯერ კიდე საუკუნეში ქალები როგორ ატრიალებენ კაცებს, ქალის ხუშტურს აყვა ავთანდილი და დღეღერეში დადის. ქალის ხუშტურს აყდება ის ატარიელი და ამან შემდგომი ტრაგედიები დაგვანახა, კაცი მოიკლა სუტყვილა, ჯერ გაახარეს ისა სიძე დამოყრება, მერე მიპარვილ კლავენ ხლა იმის მამა რაჭკვაზე იქნებოდა. ესენი უკვე აღარ არის ნაწარმოებში. თავარის ხო? აქ ხასიათების გასახსნელად საჭირო კარგად ვისწავლოთ, ხა სკოლაში რო ისწავლებოდა ეს კარგად, კი არ იყო წარმოჩენილი ეს. ასეთი ფსიქოლოგიზმით არ უდგებოდნენ. იდეოლოგიით უყურებდნენ და ისტორიზმიდან და ფორმალიზმის თვალსაზრისით. და ამ ხელს შევდივართ ჩვენ უკვე ვარგისიანობაზე, როგორც ეთიკური ნორმების მასწავლებად გამოდგება ესა? და ეს ქალის ის არის რჩევა, ყურად მისაღებია? და ქალს რატო ენდობი კაცი მე ვერ გავიგე. არ აღაშინებს რა ინდი ხარ, ისა ხარ, ესა ხარ და რამხელა დარტყმა მიაყენე კაც მამობილს რომელმაც გაგზარდა და შენიცე შეარცხვინე მეზობელ ქვეყანასთან სიძე მოკალი. ეს უკვე აღარ არის ნაწარმოებში, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია. ეს ის საკითხით შემოკარგებო დაგპირდით გაგაცნობთ მეთქი და განსაკუთრებით ის მხსნელზე რო აი მხსნელი სიტყვა რო წავაწყდი მან არსად არის სხვაგან, იგივეა მხსნელი ჩემი, ვინცა მიწა გამაკაცა. მიწა გამაკაცა ღმერთმა ადამიანს მიწიდან აიღო და იგივეა მხსნელი. ესე ვინც შემქნა, მხსნელიც ის უნდა იყოს.
მართლაც ესეა. აქ არ არის ნათქვამი ის, რომ ცოდვად დაეცა ადამიანი, მაგრამ ხსენელი ყველა ვარიანტში ის არის, ვინც მიწა გამაკაცა. და ბიბლიაში ხო შესრულდა ეს. მე ვიცარცა მიწად განკაცებული, მიწიდან განკაცებული კაციმა ცოდვა დაცემის შემდეგ ხსნელმა, ვინც გამაკაცა მიწიდან, აი ეს არის ჩემი ხსნელი. და აგემშვიდობებით სულ ყველას.